მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. დღეს ვნახავთ ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრს, გრძნობას და მოქმედებას. ვნახოთ, ვინ არის ეს ადამიანი, თუ დაემთხვა სიგნიფიკაცია, მაშინ გავაგრძელებთ ყურება. ეს ადამიანი არის საკმაოდ მერყევი პიროვნება, რომელსაც უჭირს გადაწყვეტილების მიღება. თითქოს ერთი მხრივ ჩანს, რომ მას უნდა შენთან ურთიერთობა, რადგან მისთვის მოგაქვს ძალიან დადებითი ემოციები და ძალიან სიამოვნებს შენთან ურთიერთობა, მაგრამ მეორე მხრივ თითქოს იყო ამ ურთიერთობაში რაღაც ტკივილი და იმედგაცრუება, რომლის ხელმეორედ გამეორება ამ ადამიანს აღარ უნდა. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ახლა თავს გრძნობ ძალიან ცუდად. ხარ ბლოკირებულ ენერგიებში, აქვს ფინანსური პრობლემები და თითქოს ელოდები ამ ადამიანს, როდის გამოჩნდება შენს ცხოვრებაში. თუმცა ასევე იცის, რომ შენ არ კარგავ დროს და მაქსიმალურად ძლიერდები და ვითარდები. უბრალოდ შეიძლება ეს იყოს ძველი ენერგიები, რომელშიც ამ ადამიანს ახსოვ ხარ, სადაც შენ მქონდა საკმაოდ ბევრი ფინანსური პრობლემა და თითქოს შენ შეცვალეს ყველაფერი, შენ ძალიან გაძლიერდი და გახდი შენი ცხოვრების შემოქმედი და მთლიანად აიღე პასუხისმგებლობა შენ ცხოვრებაზე. და ასე ხედავს ეს პიროვნება, რომელიც არის ძალიან ძლიერი, არის ჩაკეტილი, აქვს თავისი პრინციპები, თავისი ღირებულებები და ბოლომდე იცავს მას. ნახოთ რა არის მისი გრძნობები. გრძნობებში არის მოქმედების სურვილი, შენთან მეგობრობის სურვილი და თავიდან დაახლოვება. ამ ადამიანს ჩანს, რომ არ უნდა რაღაცა ძველი სცენარის გაგრძელება, პირიქით რაღაც ახალი უნდა, რომელიც იქნება დაწყებული მეგობრობით, სადაც იქნება მეტი სიღრმე და სადაც იქნება მეტი დამიწება თუნდაც და მეტი შრომა, და უნდა რომ ჩადოს ამ ურთიერთობაში ენერგია და იმედი აქვს, რომ შემდეგ ეს ყველაფერი ნაყოფს გამოიღებს. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ შეიძლება შენ უკვე აღარ გჭირდება ამ ადამიანის დახმარება, აღარ გჭირდება მისი მხარდაჭერა და საკმაოდ კარგად გრძნობ თავს და აქედან გამომდინარე თითქოს შენი მოთხოვნა არის მხოლოდ ემოციური. შენ გჭირდება მხოლოდ სიყვარული ამ ადამიანისგან და არაფერი სხვა და ძალიან კარგად აცნობიერებს ამას ეს ადამიანი. მოქმედებაში იქნება ამ ადამიანის მხრიდან манипуляция, რაღაც ისევ ეცდება, რომ თავისი ძველი ხრიკებით შემოვიდეს ურთიერთობაში. და მაგრამ ამას ვერ ახერხებს და შეიძლება შემოვიდეს სრულიად ახალი ენერგიით, სადაც არის იმპერატორის ენერგია აქ უკვე და რაღაცნაირად შენში კონფლიქტის გამოიწვიოს ამ ყველაფერმა, რაღაც კონფლიქტური ენერგია მოდის, იმიტომ რომ შენ ძალიან ბევრი რაღაცა არ გაქვს გადახარშული ამ ადამიანთან დაკავშირებით და ესე უბრალოდ მზად არ ხარ ყველაფრის თავიდან დასაწყებად. ამ ურთიერთობაში იქნება განმარტოების მომენტი და მგონია, რომ ამჯერად შენ გადაწყვეტ იმას, რომ საკუთარი თავი აირჩიო. სამყარო რას გირჩევს, შენი თავი უნდა აირჩიო, უნდა მისცი ამ ადამიანს კიდევ ერთი შანსი. სამყარო გეუბნება, რომ შენ უნდა დაიცვა შენი გული. და ნებისმიერ შენი ქმედება, რომელიც შენ გულს დაიცავს, იქნება სწორი და იქნება სამართლიანი. აქ ასევე ჩანს, რომ შენ ხარ ფოკუსირებული მთლიანად საკუთარ თავზე და თითქოს აღარ შედიხარ რა ერთი და იგივე სცენარებში უკვე მიათედ და მიასედ. თითქოს ცდილობ, რომ რაღაც ახალ ენერგიებში გადახვიდე, სადაც უფრო მეტი ნდობა გექნება საკუთარი თავის მიმართ, სადაც უფრო მეტი წარმატება გექნება და მეტი აღიარება. ამ ეტაპზე ეს არის შენი ფოკუსი და ამას მიჩვენებს სამყარო. მოდი რჩევა ვნახოთ. რჩევა არის ის, რომ
საჭიროა ცვლილება შენს ცხოვრებაში, საჭიროა რომ შენელნელა გადახვიდე ახალ ენერგიებში და ეს არის სტაბილურობის ენერგიები, ეს არის ქორწინების ენერგია თუნდაც ოჯახის და უბრალოდ მოემზადე ამ ყველაფრისთვის ემოციურად და მოემზადე ამ ყველაფრისთვის მენტალურად, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად შემოვა ეს ყველაფერი შენს ცხოვრებაში. და მნიშვნელოვანია რომ ამ ყველაფრისთვის მზად იყო და ეს ადამიანი იქნება პენტაკლების მეფე, ჩვენს ცხოვრებაში შემოვა, იქნება საკმაოდ წარმატებული, ფინანსურად საკმაოდ მყარი, სტაბილური. ეს იქნება ადამიანი, რომელსაც დამორჩილებული ყავს საკუთარი, ასე ვთქვათ, ბნელი მხარეები, იცნობს საკუთარ ჩრდილს და ინტეგრირებულია მასთან. ეს არის ადამიანი, რომელიც აცნობიერებს თავის ცხოვრებას მთლიანად და ეს არის ადამიანი, რომელიც სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს, პირიქით ძალიან სტაბილურია, ძალიან დინჯია და სწორედ ეს არის მისი სიმყარის მიზეზი და მისი სანდოობის მიზეზი. ეს ადამიანი იქნება ძალიან სანდო შენთვის. ასევე ჩანს, რომ ამ ადამიანში არის ემოციები საკმაოდ დასტაბილურებული, არის საკმაოდ გრძნობიარე, ემპათიური და algoritmაც ძალიან დიდი ემოციური კავშირი გაჩნდება თქვენს შორის. ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი ხანია შენ ოცნებობდი. ძალიან დიდი ხანია გინდოდა, რომ ესეთი ადამიანი შენ ცხოვრებაში ყოფილიყო და სამყარო ამ ყველაფერს მოგცემს. ყველაფერი მოხდება თავისით, ყველაფერი განვითარდება თავისით, უბრალოდ მიენდე სამყაროს და მიენდე პროცესებს და ყველაფერი გექნება ცხოვრებაში, რისი სურვილიც ახლა გაქვს და რაზეც ნატრობ. სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა. თუ ხარ დაინტერესებული პირადი სესიებით, მაშინ მომწერე და გამოგიგზავნით დეტალებს. აბა შენ ცი წარმატებებს გისურვებ.